მოგესალმებით, მე გახლავართ ადვოკატი ნონა ფილაური, მინდა გავუწყოთ დღეს ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის მე-18 სამკურნალო დაწესებულების პატიმრის სოლომონ სეხნიაშვილის მდგომარეობის შესახებ. სოლომონ სეხნიაშვილი 2014 წლიდან დაკავებულია თავისუფლების უკანონო აკვეთისათვის. მე არ მინდა ახლა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რამდენად სამართლიანად მოხდა მისი დაკავება, მაგრამ მინდა გაცნობოთ, რომ იგი არის, ასე ვთქვათ, მძიმე ავადმყოფი. მას აქვს მიღებული ავარიის შედეგად ტრავმა, საგზაო შემთხვევის შედეგად ტრავმა და წესქვევით არის მოწყვეტილი. ამიტომ ის გადაადგილდება ეტლით. მას არ შეუძლია თავის თავს რამე ჰიგიენურად დაიცვას თავი, ან მოუაროს საკუთარ თავს და იგი ითხოვს ყოველთვის ვიღაცის დახმარებას. სოლომონ სეხნიაშვილი დღეს მდგომარეობით არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რადგანაც იგი შიმშილობს და ერთადერთი მოთხოვნა სოლომონ სეხნიაშვილის ამ შიმშილობიდან გამომდინარე არის ის, რომ მან მიმართა, ანუ ჩვენ მიმართეთ მუდმივ მოქმედ კომისიას სასჯელისგან განთავისუფლების თაობაზე. დღემდე იწელება ეს პროცესი და არაფრით არ ტარდება. გვაქვს გონივრული ეჭვი მასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ არის განზრახული ის მომენტი, რომ სოლომონ სეხნიაშვილი არ გაანთავისუფლოს სასჯელისაგან და რომ ის დარჩეს პატიმრობაში. ამ ეჭვის საფუძველს გვაძლევს ზუსტად ის, რომ თითქოს და დიდი ხანია, 3 თვეა დაახლოებით მიმდინარეობს მისი საქმის შესწავლა და დღემდე ვერ მოხერხდა კონკრეტული დასკვნის დადება, რაც აბსურდულია. პირადი ინტერესი როგორც ასეთი არ არსებობს მის მიმართ და მას მე საერთოდ გამოვრიცხავ, თუმცა მუდმივ მოქმედი კომისია იქნება ორი, ასე ვთქვათ, სისტემის შერწყმით. ეს არის სასჯელახსოვრების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან და ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები შედიან ამ კომისიაში. სულ 4 წევრი შედის ამ კომისიაში. ისინი იწებენ სპეციალისტს, გამოითხოვენ ყველა დოკუმენტაციას და ამის ამის შემდგომ, ასე ვთქვათ, დებენ დასკვნა. ხმის უფლება, როგორც ასეთი ექსპერტებს და ექიმებს არ აქვთ, თუმცა თავიანთ დასკვნას ისინი დებენ. ჩვენ სამხარაულში ჩავატარეთ ექსპერტიზა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სამხარაულის ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაგვიდოთ დასკვნა, რომ ის არა მარტო მძიმე ავადმყოფია, მაგრამ მან ჩათვალა, ის გადადებული ავადმყოფია და ითხოვს საჭიროებს პალიატიურ დახმარებას. რომელ პალიატიურ დახმარებაზე შეიძლება ვისაუბროთ იმ დროს, როდესაც პატიმარი არის ისეთ მდგომარეობაში, რომ მას აკრძალული აქვს დარეკვის უფლება ძალიან ხშირად. ანუ ის შეზღუდულია კონკრეტული რაღაცა პატიმრის უფლებებით. თითქოს და იქიდან გამომდინარე, რომ ის იქცევა ძალიან ცუდად. მე სვავ კითხვას, პალიატიური დახმარების ქვეშ მყოფი პატიმრისთვის აუცილებელია როგორც ფსიქოლოგის დახმარება, ისე სოციალური დახმარება და ამავდროულად სასჯელახსოვრების მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვალდებულია, რომ კომუნიკაცია ჰქონდეს ოჯახის წევრებთან და კომუნიკაციის პრობლემა კვლავ არსებობს. ისე რომ მის მიმართ მიდგომა, როგორც მძიმე ავადმყოფის მიმართ და ისეთი ავადმყოფის მიმართ, რომელიც უკვე გადადებულია ფაქტიურად და რისთვის ამყოფებენ ამ სასჯელახსოვრების დაწესებულებაში, ამას ვერ მოგახსენებთ. ანუ მიზანი რა არის, რომ გამოასწორონ ადამიანი. შეიძლება გადადებული ავადმყოფი რამისგან გამოასწორო, მას აქვს საკუთარი პრობლემა, მას უნდა გაუადვილდეს, ასე ვთქვათ, ძალიან მიჭირს დედამიწის მიზის გვერდით და იმის თქმა, რომ სიცოცხლის რაღაცა ბოლო პერიოდი, თუმცა ეს არის რეალობა, იმიტომ რომ ამას ითვალისწინებს ზუსტად პალიატიური დახმარება. მაგრამ მსგავსი არაფერი არ ხდება. გარდა იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სასჯელახსოვრების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს თხოვნით, რომ თვითონ ჩაეტარებინათ, ასე ვთქვათ, ექსპერტიზა და თვითონვე დარწმუნებულიყვნენ იმაში, რა მდგომარეობაში იყო, კონკრეტული პატიმარი მსგავსი მათ არაფერი არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პატიმარი არ აინტერესებდა. მე გეტყვით ერთ რამეს. ჩემი მოთხოვნა 30 დღეა უკვე პატიმარი შიმშილობს, დაუყოვნებლივ შედგეს კომისია და პასუხისმგებლობა აიღონ იმ მაღალჩინოსნებმა კონკრეტულ პატიმარზე და იმ გარემოებაზე, რაც არის და დადონ ობიექტური დასკვნა. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა და არა ის, რაზეც ისინი აპელირებენ. მათ ეყოლებათ ისინი ამბობენ, რომ როგორ არა ჩვენ აქ ვუწევთ დახმარებას, თუმცა როდესაც გამოვითხოვენ მისი დოკუმენტაცია, იქ პირდაპირ ამითითებული, რომ ადამიანი ყავდათ დასჯილი. თუ მასეს ჯიან, მაშინ რა შუაში აქვს პალიატიური დახმარება. ანუ
შესაბამისობაში არ მოდის დასკვნასა და მათქმედებას შორის არის აბსოლუტური წინააღმდეგობა. ეს არის პატიმარი, რომელიც არის მძიმე ავადმყოფი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება სასჯელისაგან განთავისუფლებას. მე გახლავართ გალობლიშვილი ციელა, კასპის რაიონის სოფელი მეტეხიდან, პატიმარი სეხნიაშვილის სოლომონის დედა. ჩემი შვილი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, უმძიმესი ავადმყოფი და ამჟამად იმყოფება მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ერთი თვეა შიმშილობს, კატეგორიულად 1 წელია ვითხოვთ კომისიის შექმნას. და ეხლა არ წყვეთ შიმშილობას, სანამ არ ჩაუტარდება კომისია. ეხლა 9 საათის წინ დამირეკა და მელაპარაკა, რომ აქ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის. უმძიმესი მდგომარეობა აქ. და ითხოვს კომისიის ჩატარებას. და კომისია ჩაუტარდეს, მუდმივი მოქმედი კომისია, რომელიც უნდა ჩაეტარებინა სასჯელ აღსრულების და პრობაციის სამინისტროს, უნდა ჩაეტარებინა ეს კომისია თუ მუდმივი მოქმედი არის. და რითი არიან დაკავებულები იმ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსები და გინდაციის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სოფრომადეს რამდენჯერმე განცხადებით მივმართე პატიმარმაც, ჩემმა ადვოკატმაც და ვითხოვთ კომისიის ჩატარებას. ნუ თუ ეს ადგილები ასეთი პატიმრებისთვის არ არის? ხო უნდა ჩაუტარდეს კომისია და დადოს იმათ თავიანთი შესაბამისი დასკვნა, თორე ჩვენ ჩაუტარეთ. ფასიანი, მე ვარ პენსიონერი, ეს ჩემი შვილის პენსიონერი იყო და არანაირი დახმარება ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნდა და ჯერ ერთი საკითხავი არის, რატომ მოხდა ჩემი შვილი არის უკანონო პატიმარი, თვითონ ბრალდებული იყო და ეხლა დაზარალებული სკამზე არის, ეს თვითონ ჯარდებული არის, დაზარალებული იყო ჩემი შვილი. იმან ვინც აი ამ სკამზე ვისი გულისთვისაც მოხდა ჩემი შვილი სამკურნალო თანხა მოიპარა თანხიდან ცეცხლი სახლიდან, ცეცხლი წაუკიდა სახლს და კასპის და გორის პოლიციამ და მოსამართლეებმა 6 თვიანი პატიმრობა მისცეს და ჩემი შვილი პროვოკაციის გამო მოხდა იმ ციხეში. დანაშაული არასოდეს არ ჩაუდენია, პატარა შვილები ხავს და გაჭირვებული ადამიანი არის. გაჭირვებული სამხარაულის კლინიკამ ჩაუტარა კომისია და არის უმძიმესი ავადმყოფი. ესაჭიროება რეაბილიტაცია, პალიატრიული დახმარება და იმ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მსგავსი მკურნალობა იმას ვერ ჩაუტარდება. ხო, გამორიცხული არის, ვერ ჩაუტარდება და ჩაუტარონ კომისია და დადოს კომისიამ თავის შესაბამისი დასკვნა.